რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. არის ერთი ნიშანი, რომელიც სრულად უტყუარად მიუთითებს, როდის და როგორ იცვლება დრო, ეპოქა. გამსახურდიას გაქცევას თუ გარიდებას დავანებოთ თავი, ეგ სულ გამორჩეული შემთხვევაა ყველაფრისგან. გავიხსენოთ, სად გარბოდნენ შევარნაძის ოპოზიციონერები. რუსეთში. ააფეთქებდნენ ამ პატიოსან კაცს მოსკოვის დავალებით, ან ვერ ააფეთქებდნენ და მოხევდნენ მერე მოსკოვში. ასეც უნდა ყოფილიყო პრინციპში. ბუნებრივად აღიქმებოდა. სრულად. შეიცვალა ხელისუფლება და მერე სად გარბოდნენ სააკაშვილის ოპოზიციონერები? თავიდან ისინიც რუსეთში. იმიტომ რომ ფარველები და ხაზეინები იყავდათ. ბევრს წინასწარ სახლები ქონდა ნაყიდი, ბევრს, როგორც ამბობენ, მერე შოკოლადის ქარხნებიც კი. როგორც იყო და რაც იყო. მაგრამ მას შემდეგ რაღაც მომენტიდან გაქცეულთა ნაკადი უცებ ევროპისკენ მიიქცა. აი ეს მომენტი შეგვიძლია დავასახელოთ შებრუნების წერტილად. როდესაც ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყნის საგარეო ვექტორმა, ოპოზიციის ვექტორით შეცვალა. რა თქმა უნდა, მთლიანად ვერა. დარჩნენ და ბლომა დარჩნენ ადამიანები, ვისაც თვალი მაინც პუტინისკენ ეჭირა, არ ვიცი, გერეუს სპეცრაზმებისკენ ან რაღაც ასეთი. მაგრამ დასავლეთმა მაინც გადაწონა. ბევრი შეიფარა მიშაზე გაბრაზებული. ფაქტი ფაქტია და მოდი ახლა გავიხსენოთ, სად გაიქცნენ ივანაშვილის დევნილი ადამიანები. იქ სადაც გარბიან ზოგადად რუსისგან დევნილები. ვიღაც წავიდა უკრაინაში, ვიღაც წავიდა ამერიკაში, ვიღაც წავიდა ევროპაში, ვიღაც არაბეთში. ხალხი ვიცი ავსტრალიაში წავიდა, მაგრამ არავინ წასულა რუსეთში. რატომ? რუსის პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთში არ გარბის. გაიქცევა და კაიჩიცას დაიჭერს. ორკილები კაპეზე ექსტრადიცია რუსთავის ციხე. და სად გაიქცევა ივანაშვილი და მისი რეჟიმი, თუ ბურჯები, თუ აგურები, თუ ჭანჭიკები, როცა მათი ურემი გადაბრუნდება? ურემი კი გადაბრუნდება აუცილებლად. ისტორია გვეუბნება და მეფე სოლომონის ბეჭედი რომ ესეც გაივლის. სად გაიქცევიან და ამონაწერი რეესტრიდან 2025 წლის აპრილის მდგომარეობით. შეპესე ქართული ოცნება დირექტორი ივანე ხვედელიძე, 100%-იანი მესაკუთრე ბერა ივანიშვილი, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ისევ ამონაწერი რეესტრიდან, შეპესე Silk Factory სტუდიო. აქაც ივანე ხვედელიძე, გიორგი ხაინდრავა და 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილი, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე. ბორია, ვისატყუებ შენ 2030 წელს ევროკავშირის შესვლით. როდის იყო რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში შედიოდნენ? რუსეთის მოქალაქეები შედიან კრასნოდარში, როსტოვში, ასტრახანში, ჩელიაბინსკში, მურმანსკში, კამსამოლსკ, ნაამურეში და საბოლოო ჯამში მოსკოვში. როცა ქონება იგაქვს, სახლი იგაქვს და კარი, გული იგაქვს და პასპორტი იქაური. ცოლი რუსეთის მოქალაქე ყავს და შვილები, ბიზნესი მათთან ეწევი. მათთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად აკეთებ ყველაფერს. მრჩევლებსა და შამანებს იქიდან გიგზავნიან. ან ევროპელობას რადიჩემებ, ან ქართველობას. თქვი პირდაპირ, ამოიღე და გვაჩვენე გული და ყველაფერი ამოსაღები. როგორც ერთმა თქვა 100 წლის წინ. სხვათა შორის ისიც იმერელი რუსი იყო. და ვიღებ შარულიდან ჰაერში საქნევად, მსგავსად წითელი დროშის გაშლილის. იკითხეთ, შეგშურდეთ, მე მოქალაქე ვარ. დიადი საბჭოთა კავშირის. ვარკეთილის მეტროს რემონტის დასრულება ისევ გადაიდო. ჯერ კიდევ 17 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ვადა მერე გადაწიეს 30 დეკემბრამდე. 2025 წლის, ჯერჯერობით. არა, პირველად 2018 წელს უნდა გახსნილიყო. სულ მალე მას შემდეგ, რაც ქოცებმა 2017-ში რემონტი დაიწყეს, მათი გარემონტებული ჭერი კი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოვარდა და 14 ადამიანი მოიყოლა. მერე 2019-ში უნდა გახსნილიყო. მერე 2021-ში, მერე 2022 წელს თქვეს სრულ რეაბილიტაციას ვიწყებ და ცოტა დაგვაგვიანდებო. ახლა გვეუბნებიან, რომ ამ წლის ბოლო დღეს იქნება. 15 მილიონი უკვე დახარჯულია. საბოლოოდ რამდენი დაიხარჯება, მე არ ვიცი. ცადე მერიაში დარეკვა და კითხვაზე არავინ მივასუხა. მერე მეტროს სამმართველოში დავრეკე და მითხრეს გვაგვიანდებაო, რადგან მუშებისთვის დასარიგებელი ფული ვიღაცა მისესხა, ნაძვის ხეზე აქვს $100-იანები ჩამოსაკიდებელი და ძველით ახალი წლის შემდეგ დააბრუნებსო. მაქსიმუმ ნათლისღების შემდეგ გაისტუმრებსო. ჩვენც ახლა პრინციპში რა გვეჩქარება, სადაც 8 წელი ვერ ქნეს, ახლა 2 კვირაში როგორ მოვთხოვთ. დავდივარ და ვიყურებით ასე ზემოთ. ამ ხოცების ხელში ან ჭერი არ დაგვეცეს, ან მეტეორი. ან და ეგება და დაგვეცეს, მაგის ჯანიც არ იყოს რა.
Ну, конечно, я скучал. რა თქმა უნდა, მენატრება სამშობლო. სამშობლოს ნაწილი ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჭიპლარით საქართველოსთან ვარ დაკავშირებული, მაგრამ გული მიცემს რუსეთში. А сердце бьется в России. Да. არა, სად შემიძლია? მე ამდენ პოეტურობას ვერ გავუძლებ. არ შემიძლია. ჭიპლარით მიბმა საქართველოსზე და გული რუსეთში. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია რაღაც. მერა მომღერებს უძიროზეცა სამბახის ფერი თუ მილხის ღერი თუ სებიანო მაინც ამღერი არა, ამერიკაში გადახოცილ ემიგრანტს რომ ესე თქვა, კურცხალი მომადგებოდა. ჩინეთში წასულს რომ ეთქვა, ლიბერიაში. რუსეთში ნებით მცხოვრებსაც გაუგებდი ბოლო-ბოლო, მაგრამ რუსული არმიის კონცერტების საპატიო სტუმარსა და მონაწილეს 2008 წლის შემდეგ პუტინის ფავორიტ ლეფსთან ერთად მომღერალს ვერავით არ შემთხვევაში. праздник надежды праздник любви вместе с народом это и я стою სოსო პაულიაშვილს შეიძლება თავისებურად უყვარს საქართველო, შეიძლება. ენატრება კიდეც. მაგრამ რომელი საქართველო და როგორი? И на моем концерте, кстати, я говорю... ჩემს კონცერტზე ვთქვი, რომ რუსეთი არის პური, ქრისტეს სხეული, ხოლო საქართველო сисხლი, ღვინო. ეს ყველაფერი აჩვენა რუსეთის პირველმა არხმა, აჩვენა სიმღერით. Канал это все показал. Это чудесно. Рада столица не насладиться Бога столица живи расцветай мой Кавказ კი, რუსეთის პირველმა არხმა ზუსტად ეგ აჩვენა და ზუსტად ამიტომ აჩვენა. გრუზინის ჟეგაიუთ ქართულ, ჩერქეზულ, ყაბარდოულ რაღაც მუსიკაზე. და თვითონ ლაპარაკობენ პუტინის, ლავროვის, სიმონიანის სათქმელს. სულ სალღერზელოებად იღვრებიან. Много веков связывает Россию и Грузию. მრავალი საუკუნე აკავშირებს საქართველოსა და რუსეთს და სულ ცდილობენ გააფუჭონ ურთიერთობა ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის. მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ რუსეთი პურია, სხეულია ქრისტესი, საქართველო კი ღვინოა, სისხლია ქრისტესი. განა შეიძლება სხეული უსისხლოდ, ან სისხლი უსხეულოდ. ამიტომ დროა შეცდომების აღიარებისა, ჭრილობების მოშუშებისა და წინსვლისა, ღვთისგულისათვის. Самое время признать свои ошибки, залечить раны и идти вперед ради Бога. ვინ უნდა აღიაროს შეცდომები? ეჭვი მაქვს რომ ჩვენ, სასო დრუგ 1989 წლის ზაფხულში რომ ცოდნოდნენ ქართველებს რომ ახალ გადავლილი 9 აპრილით ხოლო დასაწყისი იყო და ერთი ომი მოყვებოდა მეორე მესამე 22% ოკუპაცია, რუსული რეჟიმი, ქიმიური იარაღი 2024 და 2025 წელს იქ სადაც 9 აპრილი მოხდა და შენ უკვე მოსკოვს უმღერებდი და უცეკვებდი კაც ვერ იპოვნდი მაშინ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს. კაც. Руки выше, Россия! Спасибо! მაშინ 99 წელს ბოდიშის მოხდა მკვლელებისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. ოღონდ ალბათ დრო შეიცვალა 56 წელიწადში. შენ შეიცვალე და საქართველოც. მხოლოდ ეგაა რომ რუსეთი არ იცვლება. გინდ უმღერე, გინდ დაუჩოქე, გინდ ივანაშვილზე აკოცე. ახლა კი კულტურის სიახლეები. ყვარელში დიდი ღონისძიება მოეწყო. დიდი. გაიხსნა ირაკლი მათიკაშვილის ვარსკვლავი. ირაკლი მათიკაშვილი მუნიციპალიტეტის აიპის ხელმძღვანელია, სიმღერის ანსამბლის. ღონისძიებას დაესწრნენ ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი, თავმჯდომარე და ბევრი სხვა. განსაკუთრებით გამორჩეული სტუმარი კი იყო პროჭორილური პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, ბატონი ირაკლის შვილი, ხოდაშურის. კაცი, რომელსაც სიმართლისთვის ბრძოლითა და ქართველების გაპიტალიზმისგან გადარჩენის დიდი ღვაწლით იცნობდა. აი, ის მათიკაშვილი პარლამენტის ტენდერებს რომ იღებს სამრეცხაო მომსახურებაზე, მერე რომ მრეცხა ვარდოს ეძახის ყველა. ოღონდ არც ირაკლი მათიკაშვილია შემთხვევითი კაცი. ბევრი წელია ყვარლის კულტურას ემსახურება და გამოირჩევა უტყუარი პოლიტიკური ალღოთი და გემოვნებით. მეგობრებო, ალბათ სიზმარში ჩვენ რა ვნახავდით, ჩვენ ვერასოდეს რომ ლამეანებში, ეგრეთ წოდებული ლამეანებში ოდესმე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენი მეზობელი გახდებოდა. ეს ალბათ ღვთისნებაა, მერთისნებაა. მერთი არის ყველაფრის შემოქმედი და მერთი აკეთებს ყველაფერს და მოდით ფეხს და ღმერთს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. სადაც ჩვენი პრეზიდენტი დაგვიმეგობრა და მოიყონა ჩვენთან და თუ მომცემთ უმრობას ცოტა ხანში კახელი უნდა გახდეს. აუცილებლად. ახალი გასული. პრეზიდენტ გაუმარ!
ყოველთვის მეგონა რომ კახელი ვიყავ. ეხლა დავწვი. ბატონო მიზა. როცა ეს კაიროში წამდამდები და სიტყვის გამოხარ, არ მოიცილეთ და ჩვენ ძალიან გახარებოდი. აი მაგას ყვიდებით დავწვი. და ნაცებო, აწი როცა ვიღაცას კითხავთ, რამ გაგაკოცოთ, რა დაგაკელითო, აი ეგ იქნება პასუხი. რა დამაკელითა, ვარსკვლავიო. თქვენ რომ გაგეხსნათ იქნება და თუმცა ახლა რა დროს ეგაა. გილოცავთ ბატონო ირაკლი, თქვენი საყვარელი მეზობლების ჯანმრთელობასა და გამარჯვებას გისურვებთ. აი თქვენ რომ თამადობდით და მთელი გულითა და ნაღდი კაცური სიალალით რომ ადღეგზელებდით. იმათი. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. აუცილებლად გვიყურეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაში გადაცემა და